الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونتوب إليه والصلاة والسلام على رسولنا محمد وعلى آله وصحبه أجمعين ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا وسندنا ومولانا محمدا عبده وحبيبه ورسوله صلى الله تعالى عليه وعلى آله وأولاده وأزواجه وأتباعه وأنصاره ومن تبعهم بإحسان إلى يوم الدين برحمتك يا أرحم الراحمين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم إن الله وملائكته يصلون على النبي يا أيها الذين آمنوا صلوا عليه وسلموا تسليما صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم أولى الناس من يوم القيامة أكثرهم علي الصلاة صدق رسول الله فيما قال أو كما قال Türk Müslümi bu. Uzun ismi Allah'la ყველა მუსლიმს სოფლიოში და ჩვენც გვიყაბულოს შესრულებული ღიბადათები ამ ნამაზი ჯუმის მადლით სიძვირფასით ყველა ის ვინც ჯამეში მივიდა სალოცავად სოძვებიდან გათავისუფლებული გასუფთავებული დაგვაბრუნოს ოჯახებში ყველას მისცეს რეჰმეთის სიკეთე გარდაცვლილებს რეჰმეთი ჯენნეთი Türk Müslümi დღევანდელი ჩვენი ხუთბის თემა იქნება შუა მავალზე სოლათუ სელამის გაგზავნის აუცილებლობა და მისი სიძვირფასე. დიახ, ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ უზენაესი ალლაჰი არსებობდა და მუდამ იარსებებს. მან მოიწადინა, რომ დედამიწაზე გამოეგზავნა მისი წარმომადგენელი, რომელიც მელაიქებს ასე აცნობა, რომ ინნი ჯაილუნ ფილ არდი მე დედამიწაზე უნდა დავადგინო, გამოვგზავნო ჩემი წარმომადგენელი და ეს არის ადამიანი. როცა ადამიანი გამოგზავნა ადამიანთა შორის ალლაჰ თაალამ ისევ მან შეარჩია შუამავლები, რათა ადამიანსა და ღმერთს შორის გაეწიათ შუამავლობა იმისათვის თუ ადამიანებს ჩვენ როგორ უნდა გვეცხოვრა ამ ქვეყნად და როგორი ფორმით მივიღებდით საიქიოში სიკეთეს ან შეცდომების შესაბამისად სასჯელს. დიახ, ამ შუამავლებს ყურანის მიხედვით რასული ჰქვია, ან გამოგზავნილი ჰქვია, წარმოგზავნილი ჰქვია. არაბულად ჩვენ სპარსულად ვამბობთ პეიღამბერს უწოდებთ. ყველა უმმეთი თავის დროზე და ჩვენს ალლაჰ თაალამ ჩვენს დაგვავალა ყურანში ახსნაფ სურას 55 აიეთში ბრძანება არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ალლაჰის მიერ ბრძანება აუცილებლია და ალლაჰი ბრძანებს, რომელსაც ამ აიეთს იმამი ყოველ ჯუმაზე კითხულობს, შეიძლება ყურადღებასაც არ ავაქცევთ. აიეთი ასეთია: ინნალლაჰა ვა მალაიკათაჰუ იუსალლუნა ალან-ნაბი. უეჭველად ალლაჰი და მელაიქები თავის შუამავალს მუჰამედ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამს ლოცავენ. يا أيها الذين آمنوا أي مرسونيبو صلوا عليه وسلموا تسليما თქვენს იგი დალოცეთ და ლამაზის სალამით გულმორჩილის სალამით მიესალმეთ. დიახ, თქვენს ვალდებული ვართ შუამავალს სოლათუ სელამი გაუგზავნოთ. ამის შესახებ ჩემს მიერ წაკითხულ ჰადისში შერიფში შუამავალი ასე ბრძანებს. ევლენ ნასი იოუმელ ყიამე აკსერუმ ალაიჰ სოლათ.
ჩემთან განკითხვის დღეს, იმ ძიმე დღეს, ღერესათის მოედანს რომ ამბობთ შეკრების დღეს, ყველაზე ახლოს იქნება ის, ვინც მეც სელათუ სელამს გამომიგზავნის. ასევე შრომავებ ძალებს. El-Bekhilu men dhukirtu indehu felem yusalli alayya. ყველაზე ძუნწი გაუმეტარი კუნარწი ჩვენი გულახმებით ის ადამიანია, რომელთანაც ჩემს სახელს ახსენებენ, მე მახსენებენ რომ შუამავალს და სელათუ სელამს ალლაჰუმ სალ არ ჩაიგზავს. უამრავი ჰადისებია ამის შესახებ და ზოგიერთი მინდა გადამოგზავნოთ თქვენ, ვინც მე სელათუ სელამს გამომიგზავნის, ალლაჰუ თაალა მას 10 მალს დაუწევს, 10 ცედმეტს, 10 ცოდვას ჩამოუწევს და 10 საფეხურით ამაღლებს ძანებს პეღამბერი. ასევე პეღამბერი ძანებს რომ თუ თქვენ გინდათ რომ თქვენი ვედრება დუა ყაბული გახდეს, დუის დასაწყისშიც და დაბოლოებაშიც სელათუ სელამი მე მომიზვნეთო. ამიტომ არის რომ როცა დუას ვაკეთებთ, დასმოვთ ალჰამდულილლაჰი რობბილ ალამინ, ჯერ ღმერთს ვადიდებთ, ვასსალათუ ვასსალამუ ალა რასულინა მუჰამმადინ ვა ალა ალიჰი ვა საჰბიჰი აჯმაინ ვამბობთ და ბოლოშიც კიდე სელათუ სელამს ვიტყობთ. ამიტომ მაგალითად ხოჯა როცა ეტყვის ელ-ფათიჰას, ელ-ჰამი უნდა შევიტყოთ, ხომასეა? ელ-ჰამი არის დუა, ჯერ უნდა წავიკითხოთ ალლაჰუმ სალli, შემდეგ ვუსმილ ელ-ჰამი და შემდეგ ისევ ალლაჰუმ სალli. ელ-ჰამი ორ ალლაჰუმ სალli შორის უნდა დავიწყოთ. ერთ-ერთი საყაბე ძალიან რომ ჩვენ ვიჯერგით ვიყავით ერთ-ერთ ადამიანთან სტუმრად შუამავალი მოვიდა და მას კითხეს ალლაჰი შუამავალო, ჩვენ უკვე ვიცით როგორ მოგესალმოთ შენ. ისლამური სალამი როგორია? Assalamu alaykum wa rahmatullahi wa barakatuh. მაგრამ არ ვიცით როგორ დაგლოცოთ შენ. ხომ არ გვასწავლეთ პეღამბერმა ძანა. ასე თქვით Allahumma salli ala Muhammadin wa ala ali Muhammad kama sallaita ala Ibrahim innaka Hamidum Majid. Allahumma barik ala Muhammadin wa ala ali Muhammad kama barakta ala Ibrahim wa ala ali Ibrahim innaka Hamidum Majid. Zana peygamberma. ანუ Allahumma salli wa sallim კითხულობთ ოფიციალურად ხალხი პეღამბერს სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის მიერ ნასწავლია. დიახ ჩემოეთ. მუსლიმანი ადამიანი დღეში 1000-ობით ალლაჰუმ სალს უნდა კითხულობდეს. განსაკუთრებით ჯუმა დღეს ხალხი პეღამბერი ძანეს ხადიში რომ ალლაჰუ თაალას მოსიარულე მოგზაური მელაიქები ხავს გამოყოფილი. ვინც მე ალლაჰუმ სალს შაიგითხავს ჩემთვის სალამს მომიზვრის, მე ისინი მედინაში მომიტანებენ, ანუ ჩემს საფლავზე მოიტანებენ და მე მათ სამაგიეროდ დავლოცავ. ალლაჰის მათ დავლოცავს. ამიტომ ჯუმა დღეს განსაკუთრებით ბევრი ალლაჰუმ სალli ვიკითხოთ, სიარუში ალლაჰუმ სალli ვიკითხოთ, ხალხი პეღამბერი ყოველთვის მოვიგნოთ, ასეთი ზიქრებით გავამდიდროთ ჩვენი გული, იმიტომ რომ ელა ინნა ზიქრალლაჰი ტატმაინულ ყულუბ, ყურანში ძალიან ალბათია რომ ნუ გულებს არ დაამშვიდებს რა ალლაჰის ხსენება და ზიქრი. დიახ, ალლაჰუმ სალli ზიქრია, ალლაჰის ხსენება არის, პეღამბერი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ გაგზავნა არის, მადლია და პეღამბერი არ დავიწყოთ, რომ მანას მის შეფაღეთის დროს არ დაგვიწოს ინშალლა. ألا إن أحسن كلام وأبلغ النظام كلام الله الملك العزيز العلام كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون. ასევე მინდა აქვე რახან სალამი ვთქვით ჯემაღეთ. ძალიან შემცირებულია ჩვენ მუსლიმებში სალამის მიცემა. დაუსწავლიათ ისე მუსლიმანებს სალამი, სალამი, სალამი. არა ჯემაღეთ. მუსლიმანის სალამი არის Assalamu alaykum wa rahmatullahi wa barakatuh. ეს არის დალოცვა. ამის თქმა ნუს შეგცვებათ, ნუს შეგეზარებათ, ნუს გეპიტნავებათ, რომ ახლა მე ქართველი ვარ და ხომ შეიძლება დილამშვიდობისა უთხრა, შუაღმდებლობისა უთხრა, საღამოშლობისა უთხრა. ესენი ყველაფერი ისლამის მოსლამდე არაბებში იყო, ასეთი თქმები, დილამშვიდობისა, საღამოშლობისა, შუაღმდებლობისა, არაბულად, მაგრამ ისლამი რომ მოვიდა, იქ ალლაჰია ცენტრი ყველაფრისა. ამიტომ ასალამუ ალეიკუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაკატუჰ. მარტო სალამი დილამშვიდობისა, იქ ალლაჰი არ ფიურირებს. ამიტომ მუსლიმის სალამი არის ასალამუ ალეიკუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაკატუჰ.
და ასეთი მისალმებით და სალამის აღება ნუ შეგვწვება ტელეფონზე ურეკავ ადამიანს მუსლიმს ვეუბნები ასალამუ ალეიკუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაკატუჰუ ასალამუ ალეიკუმ ვეუბნები და იქედან ხო გისმენთ ანუ ისეთ სიტუაციაში ან მაგასებთან ზის ან მანქანაში რომ ვეღარ სალამ ვერ მეუბნება ასე არ შეიძლება ძმა ნუ შეგვწვება ისლამის სალამით მისამება ნუ შეგვწვება